ვაშინგტონისა და თეირანის ცნობით ჰორმუზის სრუტე გახსნილია. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოწურვამდე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მარშრუტი განსაკუთრებული შეფერხებების გარეშე განაგრძობს ფუნქციონირებას შეთანხმებული სლუაგეზით, რომლის შესახებაც ისლამური რესპუბლიკის საზღვაო ტრანსპორტისა და პორტების ორგანიზაციის მიერ გამოცხადდა. ირანელი დიპლომატის განცხადების საპასუხოდ დონალდ ტრამპმა მას ასევე სოციალური ქსელით უპასუხა და გადაწყვეტილებებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა ამავდროულად მანვე დასძინა, რომ ვიდრე ირანთან საბოლოო შეთანხმება არ გაფორმდება, ვაშინგტონის ბლოკადა ძალაში დარჩება. მანამდე ამერიკაში კვლავ თქვეს, რომ ევროპელი მოკავშირეებით იმედგაცრუებულნი არიან, რადგან სწორედ ამ კონტინენტის ქვეყნები სარგებლობენ მკაცრი შეზღუდვების ქვეშ მყოფი მარშრუტით და ამერიკული მხარის მტკიცებით მაინც ყველაზე ნაკლებს ან საერთოდ არაფერს აკეთებენ მისი გამბლოკვისთვის. And as the president has pointed out, this is a waterway. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ საზღვაო მარშრუტს ამერიკა ვაჭრობისთვის არც ისე აქტიურად იყენებს. ჩვენ არ ვართ დამოკიდებული სრუტიდან მომავალ ენერგიაზე, თუმცა აზია, ევროპა და დანარჩენი მსოფლიოს დიდი ნაწილი კი. ამიტომ შესანიშნავი რამ იქნებოდა მათ დაეორგანიზებინათ კოლექტიური თავდაცვითი შესაძლებლობები და საფრთხისგან გაეწმინდათ სრუტე. გვესმის და ვხედავთ საუბრებს ამის შესახებ, თუმცა როდესაც გაისმა გასროლის ხმები და ეს ქვეყნები ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ისინი არც სრუტეში ყოფილან და არც ჩვენ გვერდით. მათი ლიდერები არ იყენებდნენ სამხედრო საზღვაო ძალებს. თუ ისინი ამის გაკეთებას მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვეტენ, რაც ცენტრალური სარდლობა შეასრულებს ძირითად სამუშაოს, მაშინ უნდა ვიცხოვროთ მსოფლიოში, სადაც სხვა ქვეყნებს შეეძლებათ საზღვაო მარშრუტების დაცვა დამოუკიდებლად და არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების გამოყენებით. თუ კი ეს დასრულდება და გვჯერა ასეც იქნება, მოხარულები ვიქნებით სამომავლოდ სხვა ქვეყნებმაც მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში, მაგრამ ჩემი გზავნილი ჩვენი მოკავშირეებისა და დანარჩენი მსოფლიოს მე ასეთია. არ შეიძლება ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც თქვენ უბრალოდ ამერიკის იმედად ხართ, რომელიც მუდმივად ასრულებს ძირითად სამუშაოს. გერმანული ბეჭდური მედიის ცნობით, ბერლინმა შესაძლოა საზღვაო სადაზვერვო მისიებისთვის ჯიბუტში განთავსებული ლოჯისტიკური ბაზა გამოიყენოს. სპარქსეთის ყურის სახელმწიფოების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კი ექსპერტები საკმაოდ მძიმე დაფასებენ. გარდა მასშტაბური ფინანსური დანაკარგებისა და უკიდურესად გაზრდილი ხარჯებისა, პირველ რიგში ნავთობის ფასების მატების გამო ანალიტიკოსების თანახმად არსებული მდგომარეობა უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხია მეზღვაურებისთვისაც. Also die Situation für die Seeleute ist მეზღვაურთა მდგომარეობა ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და საჭიროა ამის ხაზგასმა. ისინი საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფებიან. ეს რა თქმა უნდა არ არის მარტივი. დისტანციურად იმყოფებით მათთან კავშირზე და შესაბამისი პირები უწევენ დახმარებას მათ შორის ფსიქოლოგიურს. Unterstützung auf die Ferne zu bieten, also psychologische Unterstützung. საერთაშორისო გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილ გემებს შორის არიან ისეთი ხომალდებიც, რომლებმაც საწყისი წერტილიდან მოძრაობა დაიწყეს იანვრის ბოლოს ან თებერვლის პირველ კვირაში, მოგვიანებით კი მოულოდნელად აღმოჩნდნენ ბლოკადაში. მათივე თქმით, დღითიდღე რთულდება ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება, რადგან ეს ყოველივე დაკავშირებულია წინასწარ გაუთვალისწინებელ ხარჯებთან. Normalerweise kommen die Lebensmittel, wenn die Schiffe im Hafen liegen und werden dort angeliefert am Hafen. როგორც წესი, პროდუქტების მიწოდება ობიექტებისთვის ხდება მაშინ, როცა გემები პორტში იმყოფებიან. ამჟამად ეს შეუძლებელია, რადგან ხომალდები არა პორტში, არამედ ღია ზღვაში არიან. ჩვენთვის არსებული მდგომარეობა ნიშნავს დამატებით ხარჯებს, რაც კვირაში დაახლოებით 60 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ნავთობზე ფასების ზრდის გამო. თუ შეხედავთ ბოლო 5 კვირას, მაშინ ეს ტონა საწვავზე საშუალოდ $400 მეტია. კვირაში კი 100,000 ტონა გვჭირდება. მაშინ დაინახავთ, რომ მხოლოდ ეს ხარჯები შეადგენს 40 მილიონს. მკვეთრად გაიზარდა ხომალდების სადაზღვეო დანახარჯები და იმ კონტეინერების შენახვის აფასური, რომლებიც სპარსეთის ყურეში ვერ გადავიტანეთ და ახლა გვიწევს მათი გაჩერება ომანის, პაკისტანისა და ინდოეთის პორტებში. სოფლიო ახლა ელოდება, რომ გუდარი დასრულდება ამერიკა-ირანის მოლაპარაკებები პაკისტანის შუამავლობით, სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჰორმუზის სრუტის საბოლოო ბლოკადისგან გათავისუფლების ბედიც.